მინდა პასუხი გავცე ერთ ადამიანს, რომელმაც ასე ვთქვათ, არგუმენტის სახით მომწერა ჩემს ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მე ვაკრიტიკებ ანდრია სარიას იმასთან დაკავშირებით, რომ ანდრია სარია მართლაც იტყუება, როდესაც მიცვალებულთათვის შეკვეთილ წირვებს, მიცვალებულთათვის ლოცვას და ამ შეკვეთილ წირვას პირდაპირ აბამს უფლის სიტყვებთან, როდესაც უფალმა თქვა თავის 12 მოწაფეს უთხრა, რომ უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცითო. და ამ ვიდეოში ანდრია სარია ამბობს, რომ თითქოს აი ეს სიტყვები მიემართება ამ შეკვეთილ წირვასაც, მაგრამ სინამდვილეში უფალ იესოს და მის მოციქულებს ეს მღვდლები არ დაუდგენიათ. ჯერ აქედან რო დავიწყოთ. ანდრია სარია და მისი კოლეგა მღვდლები უფალ იესო ქრისტეს და მის მოციქულებს არ დაუდგენიათ. არც ამათი წინაპარი მღვდლები დაუდგენიათ და ზოგადად აი ეს მოციქულთაგან ხელდასხმული ხუცესები, იგივე ეპისკოპოსები და დიაკვნები სულ სხვა ვიღაცეები იყვნენ. და ის ხელდასხმა არ ეხებოდა ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის სამღვდელო სარიტუალო ხელდასხმას, ის სხვა ხელდასხმა იყო და სხვა რაღაცას ემსახურებოდა. ხოლო ესე იგი მთლიანობაში დასკვნის სახით რომ თქვა, საპატრიარქოს ორგანიზაცია მთელი თავისი ამ სამღვდელო სარიტუალო სისტემით არ დაუდგენია უფალ იესოს და მის მოციქულებს და არც ეს შეკვეთილი წირვა დაუარსებია უფალს, ესე იგი მიცვალებულთათვის ლოცვების აღვლენა და მიცვალებულთათვის შეკვეთილი წირვების ჩატარება სარიტუალო მღვდლის მეშვეობით იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ვინმეს მეშვეობით იქნება, უფალ იესოს და მის მოციქულებს არ დაუდგენიათ. ზუსტად აი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ანდრია სარიას ვაკრიტიკებდი ბიბლიაზე დაყრდნობით, რომ უფალმა იესომ თავის 12 მოწაფეს სულ სხვა რაღაცაზე უთქვა, რომ უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცითო. იქ უფალმა იესომ თავის 12 მოწაფეს მისცა ძალა იმისა, რომ წასულიყვნენ ისინი განეკურნათ სხვადასხვა დაავადებით შეპყრობილი ადამიანები, მკვდრებიც კი გაეცოცხლებინათ, მკვდრებიც კი აღედგინათ მკვდრეთით და ეკადაგათ მათთვის ცათა სასუფეულის მოახლოება. და აი ამაზე უთხრა უფალმა იესომ, რომ აი ეს მეო თქვენ მოგეცითო უსასყიდლოდ აი ეს ძალაო და აი ეს ქადაგებაო და თქვენს უსასყიდლოდ მიეცითო ადამიანებსო და მათ ამაში ფულს ნუ გამოართმევთო. ესე იგი, აქაც და სხვა ადგილებშიც უფალი არ ლაპარაკობს მიცვალებულთათვის ლოცვებზე. ხოლო ანდრია სარიამ დამახინჯებით გამოიყენა ეს უფლის ეს მოწოდება და ამიტომაც მე მეტაფორულად უწოდე მას თავგასიებული ტყუილებით, თავგასიებული ანდრია სარია ეს სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ანდრია სარიას აქვს პრეტენზია იმისა, რომ იგი არის მასწავლებელი თან ღვთის სიტყვის მასწავლებლობის, მოძღვრობის პრეტენზია აქვს ამ ადამიანს და აი ამიტომაც ზუსტად მისწრება არის ასეთი ადამიანებისთვის, ასეთი მეტაფორების, ასეთი ადამიანებისადმი ასეთი მეტაფორების გამოყენება, რომ იქნება აი ასე მაინც გამოფხიზლდნენ და აღარ განაგრძონ ადამიანების მოტყუება და თვითონაც მივიდნენ უფალთან იესო ქრისტესთან, ქრისტეს წერილის მეშვეობით და დაემორჩილონ მას. ეხლა მე მინდა უშუალოდ ამ ადამიანის კომენტარი გაჩვენოთ, ვისაც მინდა ეხლა პასუხი დაუბრუნო, მივცე. მას Facebook-ზე უწერია ბაჩა, აი ასე უწერია თავის პროფაილ გვერდზე და მე მინდა რომ ეხლა გაჩვენოთ მისი კომენტარი, რა მომწერა ამასთან დაკავშირებით, რომ
თითქოს და მიცვალებულთათვის ლოცვაო ეს უფლისგან არისო დაწესებულიო და თავისი ჭკუით მაჩვენებს ბიბლიიდან ამის არგუმენტს და მოდით ახლა წავიკითხავ მის მოწერილს და შემდგომ ერთად ვნახოთ მისი არგუმენტი არის თუ არა მიცვალებულთათვის ლოცვების გამამართლებელი არგუმენტი. ეს ადამიანი, რომელსაც Facebook პროფაილ გვერდზე უწერია ბაჩა, მე მწერს ასეთ რამეს. კარგი, რადგან ამპარტავნობა შეგპარვია, მე გეტყვი ორ მუხლს, ერთს ძველიდან და მეორეს ახალი აღთქმიდან. პირველი მაკაბელთა მეორე წიგნი, თავი მე-12 მუხლები 43, 44 და 45-ის ჩათვლით წაიკითხე. მე მოკლედ გეტყვი. აქ მაკაბელი ადამიანებისგან იღებს მაშინდელ ფულს, დრაქმას და შეწირვას აკეთებს დაღუპული მეომრების საპატივცემლოდ. რადგან ჩათვალა, რომ ისინი ცოდვილები იყვნენ და შესაწირავი სავალდებულოდ მიიჩნია მკვდართათვის. ფულის სახით, რადგან მკვდრეთით აღდგომას ელოდა. ახალი აღთქმა, ეს მეორე, ესე იგი, მეორე არგუმენტი მისი გაგებით. ახალი აღთქმა, პავლე მოციქულის წერილი, მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ, პირველი თავის მე-16 და მე-18 მუხლები. პავლე მოციქული ლოცვას აღავლენს და სწირავს ღმერთს თავისი გარდაცვლილი მეგობრის ონესიფორესთვის. რადგან პავლეც მკვდართა აღდგომას ელის და ლოცვითი შეწირვა აუცილებლობად ჩათვალა, რადგან ჩვენი ლოცვითი შეწირვა მიცვალებულთა სულებს შეეწევა იმ ქვეყანაზე ყოფ სულებს. ამის გარდა, სხვა მოციქულებიც არაერთგზის ლოცულობენ ერთად და იხსენიებენ მკვდრებს და ცოცხლებსაც და სწირავენ ღმერთს. მოდი აი ამ მეორეს ხელახლა წავიკითხავ, რათა თქვენც გასაგებად გაიგოთ და მეც, აი რას წერს ეს ადამიანი. ახალი აღთქმის ერთ-ერთი წერილი არის მეორე ტიმოთეს მიმართ, ესე იგი ბიბლიის ახალი აღთქმის ნაწილში მართლაც არის ერთ-ერთ წერილად შეტანილი ტიმოთეს მიმართ მეორე წერილი და ზუსტად აი აქედან წერს პირველი თავის მე-16 და მე-18 მუხლებს ახსენებს ეს ადამიანი და ამბობს, რომ პავლე მოციქულიო ლოცვას აღავლენსო და სწირავს ღმერთსო. ესე იგი ლოცვა შესწირაო ღმერთსო, ლოცვა აღავლინა და ეს ლოცვა შესწირა ღმერთსო თავისი გარდაცვლილი მეგობრის ონესიფორესათვის. რადგან პავლეც მკვდართა აღდგომას ელის და ლოცვითი შეწირვა აუცილებლობად ჩათვალა, რადგან ჩვენი ლოცვითი შეწირვა მიცვალებულთა სულებს შეეწევა იმ ქვეყანაზე მყოფ სულებს. ამის გარდა, სხვა მოციქულებიც არაერთგზის ლოცულობენ ერთად და იხსენიებენ მკვდრებს და ცოცხლებსაც და სწირავენ ღმერთს. შემდეგ გავაგრძელებთ და ძალიან დაწვრილებითა და დეტალურად განვიხილავ აი ამ ადგილს ბიბლიიდან. აჰა ძმაო, მე მომიხსენიებს ძმად, აი ასე მომიხსენიებს. აჰა ძმაო ჩემო, ფულის შეწირვაც და ლოცვითი შეწირვაც. აწი მიდი და დარჩი თუ გინდა შენს ამ პარტავნებაში. იმასაც შეგახსენებ ბარემ, ამ პარტავანსა შემუსრავს ღმერთი, თავდაბალსა მადლს უბოცებს. ამიტომ ნუ ებრძვი მამებს და ნუ ებრძვი ღვთის ეკლესიას. თუ გინდა, იმასაც გაჩვენებ ბიბლიიდან, რომ ქრისტეს არც მღვდლობა გაუქმებია და არც ეკლესია. გინდა? სანამ ამ ადამიანს ვეტყოდი, რომ მინდა მეთქი, მაჩვენე მეთქი, ჯერ იმას განვიხილავ, რაც უკვე მაჩვენა ამ ადამიანმა და აქედან გამომდინარე ერთად შევაფასოთ ბიბლიაზე დაყრდნობით, ღირს თუ არა ამ ადამიანს კიდევ მოусმინო და რომ მანახოს ბიბლიიდან ესა თუ ის ადგილები, ესეც დამახინჯებულად. დავიწყებ იქიდან, რომ ეს პირველი ვითომ არგუმენტი ამ ადამიანმა, რომელიც
მოიხმო მაკაბელთა წიგნიდან, ეს მაკაბელების წიგნი არ არის შეტანილი ბიბლიის კანონიკურ წიგნში. ეს მაკაბელები არც ებრაულ კანონში იყო შეტანილი და არც ზოგადად დღევანდელ სრულ ბიბლიაშია შეტანილი, შესაბამისად იგი არ წარმოადგენს წმინდა წერილს და იგი არ წარმოადგენს არც ძველი აღთქმის ნაწილს და არც ახალი აღთქმის ნაწილს. შესაბამისად, მე ამაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ეს არის არაკანონიკური, ამას ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ და შესაბამისად მან ერთი ტყუილი თქვა, როდესაც აგერ ესე იგი რომ ძველი აღთქმიდან მოგიყვან მაგალითსო, მოუხსო, ეს არ არის წმინდა წერილის ძველი აღთქმის დროინდელი ნაწილი. ამიტომაც მე ამას საერთოდ არ განვიხილავ, რაც არაკანონიკურია, ახლა მე ამას არ შევეხები. ეს მაკაბელების მეორე წიგნი არ არის შესული ბიბლიის წმინდა წერილში, მთლიანობაში. ეს ბიბლია შედგება სულ 66 წმინდა წერილისაგან და მათ შორის არ არის მაკაბელების წერილები. შესაბამისად, ეს იმთავითვე გაბათილებულია და ამას მე საერთოდ არ განვიხილავ. რაც შეეხება ახალი აღთქმის ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც არის პავლე მოციქულის წერილი, მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ, იგი ნამდვილად არის შეტანილი ბიბლიაში და მოდი ვნახოთ რეალურად პავლე მოციქული მართლა თავისი გარდაცვლილი მეგობრისთვის ლოცულობს, გარდაცვლილი იყო ონესიფორე, აი მოდით ამას კიდევ ხელახლა წავიკითხავ, აიღურეთ, ესე იგი მეორე ტიმოთეს მიმართ პირველი თავის მე-16 და მე-18 მუხლებიდანო პავლე მოციქული ლოცვას აღავლენსო და სწირავს ღმერთსო თავისი გარდაცვლილი მეგობრის ონესიფორესთვის, რადგან პავლეც მკვდართა აღდგომას ელის და ლოცვითი შეწირვა აუცილებლობად ჩათვალა, რადგან ჩვენი ლოცვითი შეწირვა მიცვალებულთა სულებს შეეწევა იმ ქვეყანაზე მყოფ სულებს. ამის გარდა სხვა მოციქულებიც არაერთგზის ლოცულობდნენ ერთად და იხსენიებენ მკვდრებს და ცოცხლებსაც და სწირავენ ღმერთს. ეს ერთი არგუმენტი მომწერა მისი გაგებით, რომ ეს თითქოს და არის არგუმენტი. მერე ბოლო ნაწილში რო წერს, რომ ამის გარდა სხვა მოციქულებიც არაერთგზის ლოცულობენ ერთად და იხსენებენ მკვდრებს და ცოცხლებსაც და სწირავენ ღმერთსო, აი ამისი მაგალითები არ მომწერია. ეს არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები, რომელსაც არ ამყარებს ღვთის ბიბლიიდან მოცემული არგუმენტებით. ეხლა თვითონ რა არგუმენტიც მომწერა, გადავფუცლავ ეხლა მე ბიბლიას და მოდით ერთად ვნახოთ პავლე მოციქული მართლაც გარდაცვლილი მეგობრისთვის ლოცულობს თუ იქ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. ეს არის მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ, პირველი თავი და პირველი თავის მე-10 მუხლიდან წავიკითხავ, ცოტა ბევრს წავიკითხავ, რათა კონტექსტი იყოს გასაგები, წარმოჩენილი და მოდით ვნახოთ ონესიფორეზეც რას წერს პავლე მოციქული. ესე იგი, ამ ტიმოთეს, ქრისტიან ტიმოთეს მიმართავს პავლე მოციქული და ასევე წერილის წამკითხველებსაც, დღევანდელ ქრისტიანებსაც. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით, განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება. ნახეთ, სახარებით განაქარა სიკვდილიო. ვის ქადაგად მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არ მცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულტკმულებელ სიტყვათა ნიმუშს
ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში. შეინახე კეთილი წინდი სულით წმინდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა. ეხლა ამას დააკვირდით თქვენ. აი ეს არის მთელი კონტექსტი ამ სიტყვებისა. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, ოჯახს ესე იგი, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები, არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი. აქ საერთოდ არ ჩანს ის, რომ ონისიფორე ამ დროს გარდაცვლილი იყო. და იმთავითვე ეს ადამიანი სახელად ბაჩა იტყუება, როცა ამბობს, რომ პავლე მოციქული თავისი გარდაცვლილი ამ ახლობლისთვის, ასე ვთქვათ, ქრისტიანისთვის, ონისიფორესთვის ლოცულობსო, ვინაიდან პავლე მოციქული აქ არ გვეუბნება იმას, რომ ონისიფორე ამ დროს გარდაცვლილი იყო, საერთოდ არ ჩანს ეგ და იმთავითვე იტყუება ეს ადამიანი ბაჩა, რომელიც ამბობს, რომ თითქოს პავლე მოციქული ლოცულობდა გარდაცვლილი ონისიფორესთვის. ონისიფორე აქ არ ჩანს, რომ გარდაცვლილია. თვითონ კონტექსტში აი აქ მთლიანობაში პავლე მოციქული მოიხსენებს კიდევ სხვა ორ პიროვნებას და მათზე ამბობს, რომ ასიაშიო, ნახეთ, ყველამ მიმატოვაო. ყველამ, ესე იგი, სხვა პიროვნებებსაც მიათვლის, რომ ყველამ მიმატოვაო, მათ შორისო ფიგულუსმაო და ჰერმოგენემაცო და მე ახსენებს ონისიფორეს, რომ წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები, არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი. აქ საერთოდ არ ჩანს, რომ ონისიფორე გარდაცვლილია, ამავე დროს პავლე მოციქული სხვა პიროვნებებსაც ახსენებს, ფიგულუს, ჰერმოგენეს, რომ იმათმა მიმატოვესო, არც ესენი იყვნენ გარდაცვლილები იმ დროს, აქ არც ამათი გარდაცვალება ჩანს და არც იმ სხვა ყველა პიროვნებისა, რომ ყველამ მიმატოვაო, ამ ყველას გარდაცვალება არ ჩანს აქ, რომ ისინი გარდაიცვალნენ და პავლე მოციქული მათზე ამიტომ საუბრობს წარსულში და რაღაც. არა, ეს არის ჩვეულებრივი წარსული ფორმა, რომ აგერ პავლე მოციქული ასიაში, იგივე აზიაში, როცა იმყოფებოდა, ყველამ მიატოვა და მათ შორის იყვნენ ფიგულუსი და ჰერმოგენე, ხოლო რაც შეეხება ონისიფორეს, მასზე პავლე მოციქული დადებითად ლაპარაკობს და ამბობს, რომ წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, ონისიფორეს ოჯახს, ესე იგი, რადგანაც მრავალგზის მომიფონაო და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილებიო, არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. ესე იგი, ამ ონისიფორეს იმ ფიგულუსისა და ჰერმოგენისგან განსხვავებით, პავლე მოციქული არ მიუტოვებდა, არამედ მასთან იყო ამხნევებდა მრავალგზის მომიფონაო, რომში როცა ჩამოვიდაო გულმოდგინედ მეძებდაო და მიპოვა კიდეცო, მასო სირცხვილად არ ეჩვენებოდაო, სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილებიო, იმ დროს პავლე დაპატიმრებული იყო ღვთის სიტყვის ქადაგების გამო და ონისიფორე მაინც მტკიცეთ იყო პავლესთან, სირცხვილად არ ეჩვენებოდა მისი ბორკილები, რომშიც რო ჩავიდა, სადაც პავლე მოციქული
ჩაიყვანეს, იქაც მოძებნა პავლე და მასთან იყო და ამიტომაც პავლე გამოთქვამს აი ამ სურვილს, რომ ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა პოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურაო ტიმოთეს მიმართავს, შენ უკეთ იციო. ესე იგი ამ ონისიფორემ პავლე მოციქულს ეფესოშიც გაუწია, ასე ვთქვათ, დახმარება, ემსახურა დახმარება და შესაბამისად პავლე მოციქული აი ამ სიკეთეებს იხსენებს, ონისიფორეს სიკეთეებს და აქ არ ჩანს ის, რომ ონისიფორე ამ დროს გარდაცვლილი არ იყო. ამავე დროს აგერ ფიგულუს და ჰერმოგენესაც ახსენებს და რა ესენი გარდაცვლილები იყვნენ, არა აქ მსგავსი რამ არ ჩანს. შესაბამისად ეს ადამიანი სახელად ბაჩა, რომელიც მე წერს, ის იმ თავითვე იტყუება მაკაბელებთან დაკავშირებითაც, ვინაიდან მაკაბელების წიგნი არ არის ბიბლიის შემადგენლობაში, იგი არ არის წმინდა წერილი და შესაბამისად იგი არ ჩაითვლება არგუმენტად. რაც შეეხება პავლე მოციქულს ამ წერილსაც, ესეც არ ჩაითვლება არგუმენტად, იმიტომ რომ აქ არ ჩანს ის, რომ ონისიფორე გარდაცვლილია. პირიქით კონტექსტი ისეთია, რომ აგერ ფიგულუსაც ახსენებს, ჰერმოგენესაც ახსენებს, აზიაში ყველამ მიმატოვა იმ სხვა დანარჩენ ყველასაც ახსენებს და აქ არ ჩანს ის, რომ ისინი გარდაცვლილები არიან. შესაბამისად, ეს არგუმენტიც არ ჩაითვლება არგუმენტად ამასთან დაკავშირებით. ეს არის დამახინჯება ტექსტისა, რაც ტექსტში არ წერია, იმის წარმოჩენაა, რომ თითქოს ეს ბიბლიაშია მოცემული, რაც ბიბლიაში მოცემული არ არის. რაც შეეხება ახლა, ნახეთ, აქ რომ არის ჩაწერილი, რომ ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა პოვოს იმ დღესო. ღმერთმა ინებოს, რომ ონისიფორემო წყალობა პოვოს უფლის მიერ იმ დღესო. რომელ იმ დღეზე ლაპარაკობს? რომელ იმ დღეზე ლაპარაკობს და ასევე ონისიფორე ამ დროს რომ გარდაცვლილი არ არის, ეხლა მე ბიბლიის სხვა ადგილიდან მოვიხმობ ერთ ადგილს, რომელიც იგივე ამ პავლე მოციქულის მეორე ტიმოთეს მიმართ წერილშია მოთავსებული, იგივე ამ წერილშია მოთავსებული და აი ახლავე აი ნახეთ, იგივე ამ მეორე ტიმოთეს მიმართ წერილის მეოთხე თავში პავლე მოციქული თავის თავზე ლაპარაკობს და ამბობს ასეთ რამეს, რომ კეთილი ღვაწლით მიღვაწნიაო, სარბიელი გამილევიაო, რწმენა შემინახავსო. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც ამიერიდან მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი. ამ დროს პავლე მოციქული, რა თქმა უნდა, გარდაცვლილი არ არის და იგივე როგორც საუბრობს ონისიფორესთან მიმართებაში, ასევე ლაპარაკობს თავისთან მიმართებაში, რომ ამიერიდანო მომელისო სიმართლის გვირგვინიო, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისიო. ნახეთ, ამ დროს რა პავლე გარდაცვლილია და თავის თავზე ლაპარაკობს? არა, რა თქმა უნდა. აქაც იმ დღეს ახსენებს, აი აგერ, როგორც პირველ თავში ახსენებს ამას, აი უყურეთ. რომ ესე იგი წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს ოჯახს, სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები, არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინეთ.
მეძებდა და მიპოვა კიდეც ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი. აქ პავლე მოციქული იმ ღვაწლზე ლაპარაკობს, იმ დამსახურებაზე, ასე ვთქვათ, აი კეთილ საქმეებზე ლაპარაკობს, რაც ონისიფორემ გააკეთა პავლე მოციქულისთვის და ზოგადად იესო ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად და იგიც იყო თანამსახური იყო, ასე ვთქვათ, პავლე მოციქულისა, მას ეხმარებოდა ეს ამ დახმარებებს პავლე მოციქული იხსენებს და ამბობს, რომ წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს ოჯახსო, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორგილებიო. აქ ონისიფორეს საქმეებზე ლაპარაკობს, ხოლო უკვე მეოთხე თავში საუბრობს თავის საქმეებზე. აიღურეთ. მთელი ეს წერილი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ასე ვთქვათ, აუცილებელია ბიბლიის შესწავლა, რომ მთელი ბიბლიის სწავლება, რასაც ჩვენ ღმერთი გვასწავლის, თითოეულმა წამკითხველმა ისწავლოს არა ფრაგმენტალურად, არამედ სრულად, რომ სრული სწავლება იცოდეს მან, რომ რათა სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს თავი არ მოატყუებინოს. რაზეც პავლე მოციქული აი აქ მთელ მეოთხე თავში მოუწოდებს ტიმოთეს და ეუბნება მას ასეთ რამეს, რომ მოგიწოდებო ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშეო თავისი გამოცხადებით და სასუფევლით, რომ განიკითხავს ცოცხალთა და მკვდართაც. იქადაგე სიტყვა თავს ადეგ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით, რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, მასწავლებლებს ესე იგი, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. პავლე მოციქული აქ საუბრობს თვითონ აი საპატრიარქოს ორგანიზაციის ტყუილებზეც. ნუ აქ კონკრეტულად საპატრიარქოს ორგანიზაცია არ არის მოხსენიებული, მაგრამ იგი ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებს რა მოხდებოდა, რომ მოვა დრო, როცა ეს წერილი დაიწერა პირველ საუკუნეში და დღეს უკვე 21 საუკუნეა და შესაბამისად პავლე მოციქული საუბრობს მომავალზე, დღეს ხომ უკვე მომავალია და ამბობს, რომ რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებენ მოძღვრებას, სწავლებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მასწავლებლებს, მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. ზუსტად ეს ხდება დღეს საპატრიარქოს ორგანიზაციაშიც, რომ ისეთ რამეს ასწავლიან მით უმეტეს საქართველოს მოსახლეობას, რაღაცა ზღაპრებით კვებავენ თავის მსმენელებს და ამ მსმენელებსაც მოსწონთ საპატრიარქოს ორგანიზაციის აი ეს ზღაპრები და ამიტომაც ვახსენე ის, რომ აქ საპატრიარქოს ორგანიზაციაზეც არის ლაპარაკი, რომ ესეც ზღაპრებს და ტყუილებს ასწავლიან. ამიტომაც პავლე მოციქული ტიმოთეს მოუწოდებდა, რომ იქადაგე სიტყვა თავს ადეგ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით. რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებენ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოლოტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება.
რადგანაც მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, ამიერიდან მიმელის სიბართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი. ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან, რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა. კრესკე გალატეას, ტიტე დალმაციას, ლუკაღა დარჩა ჩემთან. მარკოზი დასწარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება. ტიქიკოსი ეფესოს წარუგზავნე. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში კარპესთან რომ დავტოვე. აგრეთვე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგოს მას უფალმა. შენ ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა ჩემს სიტყვებს. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ, მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს. ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას. უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამენ. მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონისიფორეს სახლი ოჯახი. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე და პუდე, ლიმოსი, კლაუდია და ყველა ძმანი. უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენ და ამენ. აქ პავლე მოციქული ბევრ ადამიანს იხსენებს, სხვადასხვა პიროვნებათა სახელებს, სხვადასხვა პიროვნებათა სახელები დაწერა. მათ შორის იყო ეს ვინმე ალექსანდრე მჭედელი. მე მინდა ეს მივაბა ონისიფორეს სახელთან და რა გაგებით ახლა დააგვირდით. პავლე მოციქული პირველ თავში ხო საუბრობს ონისიფორეს, რომ წყალობა მისცესო უფალმა ონისიფორეს საახსო, რადგან მან მრავალგზის მომიფონაო, სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილებიო და რომში როცა მოვიდაო, მეძებდაო და მიპოვაო. ასევე წარსულ ფორმაში ლაპარაკობს ვინმე ალექსანდრე მჭედელზე, რომელიც იმ დაწერის მომენტშიც ცოცხალი იყო, ასე ვთქვათ, და გარდაცვლილი არ იყო და ამბობს, რომ ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარაო, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალიო. შენც ერიდეო, ნახე, შენც ერიდეო რეუბნება, ესე იგი ამ დროს ეს ალექსანდრე მჭედელი გარდაცვლილი არ არის. და ამ შემთხვევაში ონისიფორეზე როცა ამბობს, რომ წყალობა მისცესო მასო უფალმაო, იმ დღესო წყალობა პოვოსო, აქ ალექსანდრეზე ამბობს, რომ მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალიო, ვინაიდან სიცოცხლე გამიმწარაო. ესე იგი, ეს ალექსანდრე მჭედელი იყო მოწინააღმდეგე ღვთის სიტყვისა და პავლე მოციქულის ქადაგებებისა, ხო, ესე იგი ეს პავლე მოციქული ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ხოლო ეს ალექსანდრე მჭედელი ეწინააღმდეგებოდა პავლეს და მის ქადაგებებს. და აი აქ თვალსაჩინოდ წარმოჩენილია ის, რომ ალექსანდრე ამ დროს გარდაცვლილი ნამდვილად არ იყო. ამიტომაც ეუბნება პავლეს, რომ შენც ერიდე მასო. რაც შეეხება ონისიფორეს, არც იქ ჩანს, რომ ონისიფორე გარდაცვლილი იყო და საერთოდ ამ ადამიანმა საიდან მოიტანა ეს, რომ იგი გარდაცვლილი იყო,
ეს არის ჩემთვის გაუგებარი, ეს ადამიანი პირდაპირ იტყუება, ამიტომაც მისი არგუმენტი არგუმენტად არ გამოდგება. ახლა კი მე მინდა წავიკითხო პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ, ქალაქ თესალონიკში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლე მოციქულმა მისწერა ორი წერილი, მათ შორის არის ეს მეორე წერილიც, რომლებიც შეტანილია ბიბლიაში და წავიკითხავ აი ამ ნაწილს პირველი თავისას და რატომ გითხულობ ამასაც გეტყვით. პავლე მოციქულის წერს მათ, და არ მხოლოდ პავლე მოციქული, არამედ აგერ პავლე, სილვანუსი და ტიმოთე, ეს სამნი წერენ თესალონიკელთა ეკლესიას, რომ ესე იგი თავიდანვე პავლე მოციქული თავის თავს და მათ, ვინც დამწერები არიან ამ წერილისა, წარმოაჩენს, ასე ვთქვათ, და მოდით პირდაპირ წავიკითხავ. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე, თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადშამ მადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ. ასე რომ თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო, ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ. იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც. რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ, ხოლო თქვენ შეჭირვებულთ განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებით თურთ გამოგვეცხადება ზეცით, რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ ცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიისხავს საუკუნო წარწმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა გამდიდებულ იქნეს თავის წმინდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ. დააგვირით ახლა ამას იმ დღესო. ონისიფორესთან მიმართებაშიც ხო პავლე მოციქულმა ახსენა, რომ იმ დღესო წყალობა პოვოსო მანო. ხო იმ დღეს, აი რომელი იმ დღეზეა ლაპარაკი. აი ღურეთ. აქაც მსგავს რამეს ამბობს პავლე მოციქული, როგორც იქ ჭედელზე ლაპარაკობდა ალექსანდრე ჭედელზე, რომელიც იყო პავლე მოციქულის შემაჭირვებელი, რაც შეეხება ონისიფორე პირიქით დამხმარე იყო პავლე მოციქულისა და პავლე მოციქული მას დადებითად მოიხსენიებს, ხოლო ჭედელ ალექსანდრეს მოიხსენიებს უარყოფითად. აი აქაც ესაუბრება თესალონიკელებს და ეუბნება მათ, რომ სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთო, ხოლო თქვენო შეჭირვებულთო, განსვენება ჩვენთან ერთადო, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებით თურთ გამოგვეცხადება ზეციდან, რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ ცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას. ნათლად გამოჩნდა ის, რომ ეს ადამიანი ბაჩა იტყუება და მან დამახინჯებულად არასწორად მოიხმო ბიბლიიდან პავლე მოციქულის სიტყვები, სადაც პავლე მოციქული იქ სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობს, იქ არც ამბობს და არც გულისხმობს იმას, რომ
იმ დროს ონისიფორე გარდაცვლილი იყო, ხოლო ეს ბაჩა ამბობს, რომ გარდაცვლილი იყოვო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. და ამავე დროს კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა. ეს გასაგებია, რომ მაკაბელთა წიგნიდან რომ იხემძღვანელა ამ ადამიანმა, ის მაკაბელთა წიგნი არ არის ბიბლიის ნაწილი. იგი არ არის წმინდა წერილი და შესაბამისად საერთოდ მას არ განვიხილავ. კიდევ მინდა ერთ რამეს შევეხო. ეს ადამიანი ბაჩამე მიწოდებს ძმას. და ამ დროს აი ასე და ცდილობს ამ დროს, ამავე დროს ცდილობს, რომ ტყუილით საცდური დამიტოს. რომ აი ამით მაცდუნოს და საპატრიარქოს ორგანიზაციასთან, ორგანიზაციის ცრუ სწავლებასთან დამაახლოვოს. ამასთან დაკავშირებით მე მინდა ბიბლიიდან ერთი ადგილი წავიკითხო, როდესაც ეს ადამიანი მე თან ძმას მიწოდებს და თან საცდური აქვს მას. გამზადებული მას საცდური აქვს გამზადებული ჩემთვის და ცდილობს, რომ აი ამ საცდურით მომატყუოს და თავის რელიგიურ ორგანიზაციაში შემithრიოს. ახლა მე მინდა, რომ ეს ბიბლიდან ერთი ამონარიდი წავიკითხო. ეს არის იოანე მოციქულის პირველი წერილი, რომელიც წმინდა წერილია, ვინაიდან ბიბლიაში არის შეტანილი, ბიბლიის 66 წმინდა წიგნთა შორის არის ეს წერილიც, პირველი წერილი იოანესი. წავიკითხავ აი აქედან, აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის მოცემული. აი ზუსტად შეეფერება ბაჩას განწყობას ჩემდამი, როდესაც იგი ძმას მიწოდებს, მაგრამ ჩემთვის ამავე დროს საცდური აქვს გამზადებული ტყუილების სახით, რომელიც თვითონ ბნელში არის დარჩენილი. ბაჩა ღამე ბნელში დარჩა და ახლაც ბნელშია დარჩენილი და ცდილობს, რომ მეც ამ ბნელში შემithრიოს. ამას შეგნებულად აკეთებს, შეუგნებლად თვითონ რისის ჯერა გულწრფელად რისი არ ასჯერა. მოდით ამას მე არ ჩავუღრმავდები, იმიტომ რომ ერთი რაღაცა კი ვიცი, რომ თუ ადამიანი მართლაც გულწრფელად იქნება განწყობილი, იგი აუცილებლად მივა ბიბლიასთან და თავიდან ბოლომდე თანმიმდევრულად გულწრფელად მართლაც ისწავლის და მას ღმერთი გააგებინებს, რასაც გვასწავლის იგი. და ამ შემთხვევაში ფაქტი არის ის, რომ ბაჩა მართლაც ღამე ბნელშია დარჩენილი, მე ძმას მიწოდებს, მაგრამ საცდური აქვს გამზადებული ჩემთვის ტყუილების სახით და მე რომ არ ვიყო განსწავლული ღვთის სიტყვის მეშვეობით, შეიძლებოდა მეც დავბნეულიყავი და ასე ვთქვათ, მეც შევეცდინე. ამ შემთხვევაში, როცა აგერ მაქვს ღმერთის სიტყვა, ღმერთის ბიბლია, სადაც ღვთის სწავლება არის ჩაწერილი და მე დაკითხული მაქვს, შესწავლილი მაქვს, მას ვეყრდნობი, ეხლაც ხშირად ვკითხულობ, მე ასეთი ადამიანი ამ ტყუილებით ვერ შემაცდენს და მე მას აქეთ მოუწოდებ, ვეუბნები, რომ თავი დაანებოს აი ამ საცდურების სროლას, აი ამ ტყუილების სროლას და თვითონ მივიდეს ქრისტეს წერილთან, ირწმუნოს უფლისა იესოსი და განათლდეს მისი ნათლით, მისი სწავლებით, მისი ნათლით და ზუსტად იესო არის ის, ვინც მას ამ ბნელიდან გამოიყვანს, რომელ ბნელშიც იგია დარჩენილი. ახლა კი მე წავიკითხავ ამ სიტყვებს, სადაც იოანე მოციქული გვწერს. ვინც ამბობს ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმას ძულს, ბნელშია დღემდე. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცდური არ არის მასში. ხოლო ვისაც თავისი ძმას ძულს, ბნელშივე იარება
და არ იცის საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუსო თვალი. ეს ადამიანი მე სახელად ბაჩა ძმას მიწოდებს, აქეთ მიტევს ემოციური სიტყვებით, რომ თითქოს მე ამპარტავნებაში ვარ, ეს აქეთ მე მიტევს, ესე იგი მე. და თვითონ თავი გონია ნათელშია იგი, ამბობს რომ ნათელში ვარო, მაგრამ ნახეთ მე ესე იგი ჩემთვის როგორც მისი ძმისთვის თვითონ მიწოდებს ძმას, ამავე დროს საცდუნებელ სიტყვებს მესვრის, საცდუნებელი სიტყვები გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ, რომ მეც ბნელში შემithრიოს. კონკრეტულად მის მიერ ჩემთვის ნათქვამი საცდუნებელი სიტყვები არის ზუსტად აი ეს პავლე მოციქულის წერილიდან არასწორად და დამახინჯებულად ისეთი რაღაცის თქმა, რაც პავლეს წერილში არ წერია და ამავე დროს მაკაბელების წიგნით ხელმძღვანელობა, რომელი მაკაბელებიც არ არის წმინდა წერილის ერთობლიობაში შესული და იგი არ წარმოადგენს ღვთის სიტყვას. და შესაბამისად მისი ეს ორივე არგუმენტი გაბათილებულია. ახლა მე მინდა წაგიკითხოთ იგივე აი ამ ადგილიდან მეორე თავის მე-12 მუხლი და აი აგერ მთელი ეს ადგილი. მე მინდა საპატრიარქოს ორგანიზაციის მსმენელებს წაგიკითხოთ, რათა გაიგოთ თქვენი ის, რომ ქრისტიანებს, ვინც ნამდვილად ქრისტიანები არიან და იესო ქრისტეს ირწმუნეს, მათ ჩვენ, ესე იგი, ვინც იესო ქრისტეს ვირწმუნეთ, მოგვეტევა ცოდვები. ხოლო თქვენ, საპატრიარქოს ორგანიზაცია, გასწავლით მუდმივად აი იმას, რომ თქვენ ისევ ცოდვილები ხართ და მუდმივად უნდა თხოვდეთ უფალს შეწყალებას და გალოცინებთ აი ამ სიტყვებით, რომ უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილიო. მუდმივად საპატრიარქოს ორგანიზაცია აი ამ ლოცვით გალოცებთ და გეუბნებათ, რომ თითქოს ეს არის ქრისტიანის შესაფერისი ლოცვა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. იოანე მოციქული წერს ქრისტიან ახალგაზრდებს, ქრისტიან მოხუცებულებს, შვილებს, მამებს, ესე იგი და ეუბნება მათ ასეთ რამეს. და ამავე დროს ბავშვებსაც, რა თქმა უნდა. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ხო, აი აქედან წავიკითხავ. მე-12 მუხლიდან. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ ცოდვანი. რა გვირდით? მოგეტევათო. მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანიო. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანიო. უკვე მოგეტევათო, ესე იგი, თქვენ ესე იგი ცოდვილები აღარ ხართო. ნახეთ, მისი სახელით მოგეტევათ ცოდვანიო. აქ იოანე მოციქული არ წერს მათ, რომ აი თქვენ წამდაუწმ უნდა ითხოვოთ, რომ ცოდვები მოგეტევოთო და შეწყალებას თხოვლობდეთო და მუდმივად თქვენს თავს ცოდვილებად სწვლიდეთო. არა, იოანე მოციქული ნამდვილ ქრისტიანებს, იმ ქრისტიანებს, ვინც რომლებმაც ქრისტეს მოციქულებისაგან, მათ შორის იოანესაგან მოისმინეს იესო ქრისტეს სახარება, იესო ქრისტეს სასიხარულო ამბავი და ირწმუნეს იესო ქრისტესი, მათ მიეტევათ ცოდვები და იოანე მოციქული აი აქ მტკიცედ წერს, მიმართავს ქრისტიანებს, რომ ამას გწერთო, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანიო, ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ,
ჭაბუკნო ვინაიდან სძლიეთ ბოროტი ეს მოგწერეთ ყრმანო რადგან შეიცანით მამა ეს მოგწერეთ მამანო რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი ეს მოგწერეთ ჭაბუკნო რადგანაც ძლიერნი ხართ ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას ნურც ამ ქვეყნიურს რასმე ვისაც ეს ქვეყანა უყვარს მამის სიყვარული არ არის მასში ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი გულისთქმა ხორცის გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა მამისგან კი არა ამ ქვეყნისგან არის ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც ღვთის ნების მყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე ყრმანო უკანასკნელის ჟამია და როგორც ხსმენიათ რომ მოდის ანტიქრისტე აც უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი საიდანაც ვიგებთ რომ უკანასკნელი ჟამია ჩვენგან გამოვიდნენ მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ ჩვენთანვე დარჩებოდნენ მაგრამ გამოვიდნენ რათა ცხადი გამხდარიყო რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი დააკვირდით აი ამასაც იოანე მოციქული იმ ანტიქრისტიანებზე აქ ანტიქრისტეებად რომ მოიხსენიებს მათზე ამბობს რომ ისინიო ჩვენგან გამოვიდნენ ესე იგი იყვნენ ისეთი ადამიანები ვინც ქრისტეს მოციქულებთან ერთად იყვნენ მათაც უსმენდნენ მთელი ამბები მათი თანამედროვეები იყვნენ მათთან იყვნენ ნახეთ და მათზე ამბობს უკვე რომ უკვე მრავლად არიანო ანტიქრისტეებიო ესე იგი ის ადამიანები ვინც ანტიქრისტიანები იყვნენ ესე იგი ქრისტიანები რომ არ იყვნენ ანტიქრისტენიო მრავლად არიანო და კონკრეტულად აქ იოანე მოციქული ახსენებს იმ ერთ ანტიქრისტესაც რომელიც მოდის უნდა მოვიდეს რომელიც ასევე ერთი კონკრეტული პიროვნება იქნება გამორჩეული იქნება იმ დანარჩენი სხვა ანტიქრისტეებისგან რომლებიც ახლაც უკვე მრავლად არიანო და ისინიო ჩვენგან გამოვიდნენ მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნიო ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ ჩვენთანვე დარჩებოდნენ მაგრამ გამოვიდნენ რათა ცხადი გამხდარიყო რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი საქმე იმაშია რომ შეიძლება რომელიმე ადამიანს ეთქვა რომ აი მეო ქრისტეს მოციქულებთან ერთად ვიყავიო მათ უსმენდიო და მე ახლა რასაც თქვენ გიქადაგებთო ეს არისო ჭეშმარიტებაო ვინაიდან მე მათი თანამედროვე ვიყავიო და აბა თქვენ მე მასწავლითო იმას რომ მოციქულები რას ლაპარაკობდნენო შეიძლებოდა ვინმეს აი ასეთი რამ ეთქვა მაგრამ ნებისმიერი ადამიანი ვინც ქრისტესა და მისი მოციქულების წერილებს არ მისდევდა ქრისტეს სწავლება რომ არის ამ ბიბლიაში მოცემული ეს ადამიანი არ ითვლება ქრისტიანად და მე მინდა ახლა პავლე მოციქულის ერთი ქადაგებიდან წაგიკითხოთ როდესაც პავლე მოციქულმა ქალაქ ეფესოელი ხუცესები მოიწვია კრება გამართა რა უთხრა მათ აი ეს ეფესოელი ხუცესები იყვნენ მოციქულთაგან ხელდასხმული ხუცესები ეპისკოპოსები ეპისკოპოსი არის ბერძნული სიტყვა და ქართულად ნიშნავს ზედამხედველს მეთვალყურეს და ისინი იყვნენ პავლე მოციქულისგან განსწავლულები რამდენიმე წლის განმავლობაში პავლე მოციქული ამ ეპისკოპოსებს ასწავლიდა იმისათვის რომ მათ უკვე აი ეს ცოდნა გამოეყენებინათ იმისათვის რომ სხვა დანარჩენი ნაკლებად მცოდნე ქრისტიანებისთვის ესწავლებინათ და გადაეცათ ის სწავლება და ინფორმაცია რაც მათ პირდაპირ
პავლე მოციქულისაგან მოისმინეს. ახლა მე მინდა აგერ გადავფუძლავ მოციქულთა საქმეების წიგნზე. აი აგერ სარჩევში ზემოთ მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, მერე მოდის მოციქულთა საქმეები. დავაჭირა აქ. მოციქულთა საქმეების მე-20 თავის მე-17 მუხლიდან წავიკითხავ, სადაც ჩაწერილი არის მილეტის კრებაზე, მილეტში, როდესაც მილეტში იმყოფებოდა პავლე მოციქული, მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში, ქალაქ ეფესოში და ეკლესიის ხუცესენი იხმო. სანამ ამას გავაგრძელებ ამის წაკითხვას, აი საპატრიარქოს ორგანიზაციის მსმენელებს მინდა მოგმართოთ, რამდენ თქვენგანს ყურმოყვრით მაინც გაგიგიათ მილეტის კრების შესახებ, რომელიც არის ძალიან ინფორმაციულად ტევადი და დატვირთული, ძალიან ასე ვთქვათ, სასარგებლო ინფორმაციული ნაწილი არის ბიბლიაში მოთავსებული აი ამ კრების ამბავი, რა მოხდა აი ამ კრებაზე, რა უთხრა პავლე მოციქულმა ეფესოელ ხუცესებს და შესაბამისად ჩვენთვისაც რომ ეს ჭკუის სასწავლებელია და ჩვენთვისაც დამრიგებლური სიტყვები არის აქ მოცემული. აი თქვენ, ვინ საპატრიარქოს ორგანიზაციას უსმენთ, რამდენ თქვენგანს მოგისმენიათ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებისაგან მილეტის კრების შესახებ, რამდენს? დაფიქრეთ აი ამაზე. მოგისმენიათ? ზოგადად, რომელიმე მღვდელს უსაუბრია, უხსენებია მილეტის კრება, ესენი რო ახსენებენ ხოლმე აი ამ სხვადასხვა, ესე იგი, ძირითადად ესენი იყენებენ ხოლმე მათივე ორგანიზაციის 7 კრებას და ასევე ადგილობრივ კრებებსაც ახსენებენ, მაგრამ მილეტის კრება მე არ მახსოვს, მე არ მომისმენია რომელიმე საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდელს ეხსენებინა. ესენი ახსენებენ ხოლმე მსოფლიო კრებებიდან პირველს, მეორეს, მესამეს და ეს სულ 7 მსოფლიო კრება რომ აქვთ ამ ორგანიზაციას, აი მათ ახსენებენ, მაგრამ მილეტის კრება მე მათი პირიდან არ მომისმენია მილეტის კრებაზე რაიმე ეთქვათ. მით უმეტეს რომ მილეტის კრების ამბავი ჩაწერილი არის წმინდა ბიბლიაში, ხოლო ის მსოფლიო 7 კრება და მათი დადგენილებები ბიბლიაში არ არის მოცემული. და რატო ახსენებენ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები იმ 7 კრებას და არ ახსენებენ ამ მილეტის კრებას და ასევე სხვა კრებებს, რაც ასევე ბიბლიაში არის მოცემული. იმიტომ არ ახსენებენ, რომ ეს კრება ისეთ ამ კრებაზე პავლე მოციქული ისეთ რამეს ამბობს, რაც სავარაუდოდ არა, ნამდვილად არ აწყობს ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას და ეხლა მოდით მე წავიკითხავ, თუ ეს არის მიზეზი იმის არის გამოც არ ახსენებენ ამ კრებას, რომ არ აწყობთ ამ კრების წარმოჩენა, შეიძლება ეს იყოს მიზეზიც და მიზანიც, რომ არ აწყობთ ამ კრების წარმოჩენა და აგრეთვე შეიძლება მათ არც წაუგითხავთ ეს ადგილი და არც იციან, ხო? ესე იგი უცოდინრობა ერთი და მეორე ის რომ მათ არ აწყობთ ეს. არ აწყობთ რა გაგებით, რომ თავიანთი ორგანიზაციისთვის თუმცა უფრო აი უმაღლეს რანგში რომ ავიყვანო ეს აწყობთ თუ არ აწყობთ, ხო? სინამდვილეში ამათაც უნდა აწყობდეთ, ამათაც აწყობთ, ამათთვისაც სასიკეთო არის ღმერთის სწავლების მიღება და ხალხშიც ღმერთის სწავლების
წარმოჩენა, ვინაიდან ამათთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ის, რომ იესო ქრისტეს სწავლება ისე ირწმუნონ და ისე მიიღონ, როგორც ამას თვითონ უფალი და მისი მოციქულები გვასწავლიან. ამ გაგებით მათ პირიქით უნდა აწყობდეთ და აწყობთ, მაგრამ აი ორგანიზაციული ვიწრო მიწიერი და რაღაცა ხორციელი თვალსაზრისით ამათ არ აწყობთ. ამ მილეტის კრების წარმოჩენა და ასევე სხვა კრებების წარმოჩენა, რომლებიც ბიბლიაში არის მოთავსებული, იმიტომ რომ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას ანგრევს ღვთის სიტყვა, რომელიც სიტყვაც წარმოჩენილი არის ამ კრებებზეც და ასევე მთელ ბიბლიაშიც. მოდით ახლა წავიკითხავ ამას, რომ ესე იგი პავლე მოციქულმა მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო. როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ აზიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი. ვმონებდი უფალს მთელი სიმდაბლით, ცრემლთა ფრქვევითა და განსაცდლით, რაც შემემთხვეოდა იუდეველთა ბოროტის ზრახვით. არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. და აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი იქ რა შემემთხვევა. მხოლოდ სული წმინდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა ვაება მელის. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას. და აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერც ერთი თქვენგანი. ვეღარ იხილავს ჩემს სახეს რომელიმე თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს ვინმეს სისხლში. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება. მას გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც აქ ბერძნულში ჩაწერილია სიტყვა ეპისკოპოსი და არა მცველი. ქართულად უნდა ეწეროს, რომლის ზედამხედველებადაც, რომლის მეთვალყურეებადაც დაგადგინათ სულმა წმინდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. ჩანართის სახით ვიტყვიერთ რამეს, რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ თავის გამოცემულ გაყალბებულ ბიბლიაში ეს ადგილი შეცვალა და ჩაწერა ასეთი რამ, რომ რათა მწყემსავდეთ ღვთის კრებას, რომელიც მან თავისი ძის სისხლით შეიძინაო და სიტყვა ძე დაამატა. რაც ორიგინალ ბერძნულში არ წერია, არამედ ორიგინალ ბერძნულში ზუსტად აი ასე არის ჩაწერილი, რომ ესე იგი მას გაუფრთხილდეთ თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველებადაც დაგადგინათ სულმა წმინდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან თავისი, ნახეთ, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. ესე იგი, აქ საუბარი არის ღმერთის სისხლზე. აქ არ წერია, რომ ღმერთმა თავისი ძის სისხლით შეიძინაო, არამედ კონტექსტი ისეთია, რომ რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან, ესე იგი, ღვთის ეკლესიას, რომელიც ღმერთმა შეიძინა თავისი სისხლით. აქ საუბარი არის პირდაპირ აი იმაზე, რომ იესო ქრისტე თვითონ არის ღმერთი და თავისი სისხლით შეიძინა ღვთის ეკლესია. აქაც ჩანს ამავე დროს აი ის, რომ ბევრ ადამიანს საპატრიარქოს ორგანიზაციის მსმენელებს და არამსმენელებსაც
ბევრი არიან ისეთები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სიტყვა ეკლესია მიმართული არის ადამიანის ხელით აგებული შენობების მიმართ და ამ შენობებს ეძახიან ეკლესიას. აი აქ ჩანს ის, რომ ეს ეკლესია თვითონ ეკლესია ეწოდებათ ღვთის მორწმუნეებს, ქრისტიანებს გვეწოდება ეკლესია. ესე იგი, მე ვარ ეკლესია, მე რომელმაც იესო ქრისტესი ვირწმუნე და მის სწავლებას მივყვები, მე ვარ მისი ეკლესია. მე ასევე სხვა დანარჩენი ქრისტიანებიც, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივადაც მთლიანობაში ჩვენ შევადგენთ ღვთის იესო ქრისტეს ეკლესიას, ჩვენ გვეწოდება ეკლესია და არა ამა თუ იმ შენობას, რომელიც ამა თუ იმ ადამიანმა ააშენა. ეს რიყის ქვები რო აიღო, იქ რაღაც ან ბეტონით ან კირით ააშენა და მერე იმას რო ეძახიან ეკლესიას, არა, ის ეკლესია არ არის. ეს არის შენობები, ხელქმნილი შენობები, რომლებზეც ბიბლიაში ჩაწერილი არის ის, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. რომ გასაგებია ეს ჩანართები გავაკეთე, მაგრამ ეხლა გავაქცევებთ. ესე იგი, პავლე მოციქული ეუბნება მათ, ეფესოელ ხუცესებს, იგივე მეთვალყურეებს. მას გაუფრთხილეთ თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველებადაც დაგადგინათ სულმა წმინდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეეძინა თავისი სისხლით, რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ, დააკვირდით ახლა ამას, პავლე რას ეუბნება მათ, რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. პავლე მოციქული პირდაპირ წინასწარმეტყველებს, რომ თვით მოციქულთაგან ხელდასხმული ეპისკოპოსებიდან აღდგებოდნენ კაცნი, არაერთი, არამედ მრავალნი კაცნი, ესე იგი აქ მრავლობითშია, რომლებიცო ილაპარაკებენ უკუღმართათო, რათა მოწაფეები გადაიბირონო. ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ შეიძლება იმ დროს ვიღაცას ეთქვა, რომ აი მე მოციქულთაგან ხელდასხმული ეპისკოპოსი ვარ, როგორ მე არ უნდა დამიჯეროთ? აგერ მე პავლე მოციქულისგან სწავლობდი, მის ფერხთით ვიჭექი, ხო შეიძლება ვიღაცას ასეთი რამ ეთქვა. მაგრამ უკუღმართად ელაპარაკა და არ გახოლოდა პავლე მოციქულის მიერ ნაქადაგარს. მას იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ 3 წელიწადს დღე და ღამ განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს. დააკვირდით, მას იფხიზლეთო და გახსოვდეთო, რომ 3 წელიწადსო დღე და ღამ განუწყვეტლით ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანსო. 3 წელიწადი ეს ცოტა დრო არ არის და მიუხედავად აი ამისა, რომ 3 წელიწადი ამ ეფესოელ ეპისკოპოსებს პავლე მოციქული გამუდმებით ასწავლიდა, 3 წელიწადი, წარმოიდგინეთ ეს რამხელა პერიოდია. 3 წელიწადი პავლე მოციქული ეფესოელ ხუცესებს ასწავლიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნახეთ, ვიციო, რომ ჩემი წასვლის შემდეგო შემოგესევიან მძვინვარე მგლებიო, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოსო და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. ესე იგი, პავლე მოციქული ზუსტად წინასწარმეტყველებს. კაფიოდ ამბობს, რომ როცა მე წავალო, თქვენგანაც აღდგებიან კაცნიო, რომლებიცო ილაპარაკებენ უკუღმართადო. მიუხედავად იმისა, რომ ისინიც 3 წელიწადს უსმენდნენ პავლე მოციქულს. და
ზუსტად აი ამ უკუღმართად მოლაპარაკე ყოფილი ეპისკოპოსებისგან ვიღაცებს შეიძლება ეთქვათ, რომ აი ჩვენ ეპისკოპოსები ვართ, მოციქულთაგან ხელდასხმული ეპისკოპოსები ვართ, 3 წელიწადიო პავლე მოციქულს უსმენდითო და რასაც ჩვენ ეხლა გილაპარაკებითო, ეს უნდა დაიჯეროთო. და ჩვენ უფრო უკეთ ვიცითო პავლემ რაც გველაპარაკაო, ვიდრე თქვენო, ვინც ეხლა პავლეს წერილებიდან გვესაუბრებითო. შეიძლება რომელიმე მათგანს ასე ელაპარაკა. რატო ვიძახი მე ამას, იცით, რომ საპატრიარქოს დღევანდელი ორგანიზაცია ამბობს, რომ ჩვენ მოციქულთა მიერ დადგენილები ვართო, ხელდასხმითო დღევანდლამდე მოვაღწიეთო, აი ესე ხელის დადებითო მოციქულებმა ჯერ ეპისკოპოსებს დაასხეს ხელიო, მერე იმ ეპისკოპოსებმა კიდე სხვაებსო და ასე ჩვენც აი ასე მოვედითო. მაგრამ ამ დროს საპატრიარქოს დღევანდელი ორგანიზაცია თავისი სწავლებებით, მრავალი თავისი სწავლებით ეწინააღმდეგება უფლის იესო ქრისტეს სწავლებას და უფლის მოციქულთა სწავლებებს და დადგენილებებს. თლიანობაში თვითონ უფლის მოციქულები, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვებს ქადაგებდნენ და მათი ნაქადაგარი იგივე ღმერთის ნაქადაგარია. და შესაბამისად, თუ კი დღევანდელი რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია მოციქულთა მიერ დაწერილ მოციქულთა მიერ იმ მოციქულთა მეშვეობით, ესე იგი, რომლებიც სულიწმინდამ აღძრა, რომ ეს წერილები დაეწერათ, თუ კი ამ წერილებს არ მისდევენ და ამ წერილებს ეწინააღმდეგებიან დღევანდელი რელიგიური ორგანიზაციები, ეს რელიგიური ორგანიზაციები არიან ცრუნი და ჩვენ არ უნდა დავუჭიროთ. მათ შორის არის ეს საპატრიარქოს ორგანიზაციაც, რომელიც შეიძლება მართლაც არის, ასე ვთქვათ, აი იმ ცრუ ეპისკოპოსთა მიერ ხელდასხმით მოღწეული დღევანდლამდე, აი როგორც აი აქ პავლე მოციქული მიმართავს აი იმ ეპისკოპოსთა ნაწილს, ესე იგი, რომ თქვენგან ვაღდგებიან კაცნიო, ესე იგი ამ ეპისკოპოსებიდან იქნებოდნენ ისეთი ეპისკოპოსებიც, რომლებიც განუდგებოდნენ ღვთის სწავლებას და უკუღმართად დაიწყებდნენ ლაპარაკს. და რა გარანტია ეხლა იმისა, რომ ზუსტად ამ უკვე განდგომილ ეპისკოპოსთა მემკვიდრეები არ არიან ეს დღევანდელი საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები და ეპისკოპოსები, ხო? რა გარანტია, რომ ესენიც არასწორად არ ლაპარაკობენ. ჩვენ რო ეს გადავამოწმოთ, საპატრიარქოს ორგანიზაცია სწორად ლაპარაკობს თუ არასწორად, ამისათვის გვაქვს ბიბლია, რომელიც უნდა შეისწავლოს საპატრიარქოს ორგანიზაციის მრევლმაც და ამ მღვდლებმაც და უნდა მოусმინონ მხოლოდ და მხოლოდ აგერ უფლის იესო ქრისტეს ბიბლიას და მას უნდა დაუჯერონ. ამიტომაც თუ დღეს ვინმე იტყვის, რომ ჩვენ მოციქულთა ხელდასხმული ეპისკოპოსების მემკვიდრეები ვართო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლაც მიხვევიან უფლის იესო ქრისტეს სწავლებას და იმ გადმოცემებს, რაც ქრისტეს მოციქულებმა გადასცეს მათ მიერ ხელდასხმულ ეპისკოპოსებს. დააკვირდით ახლა. ახლა კი ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმინდასთან ერთად. არც ვისიმე ოქრო ვერცხლი მინატრია და არც სამოსი. თქვენ იცით, რომ აი ეს ხელები შეეწეოდნენ
როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ, უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა. გაცემა უფრო დიდი ნეტარება, ვიდრე მიღება. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა. ყველანი მწარე დატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ. უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა, ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო და მიაცილეს იგი ხომალდამდე. გემამდე ესე იგი. ვიღაცას არ იგონოს ეს ხომალდი რაიმე სხვა რაღაცა. გემი ნავი ასევე, რომლითაც მოგზაურობდა პავლე მოციქული. დააგვირდით ახლა ამას. ასეც მთელი ეს პავლე მოციქულის სიტყვა ბოლო ქადაგება, ასე ვთქვათ, ეფესოელი ხუცესებისადმი, რაც მან პირადად უქადაგა მათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ასე ვთქვათ, ტევადი და ჩვენთვისაც ჭკუის სასწავლებელი, ჩვენთვისაც ძალიან სამასწავლებელი არის ეს. ნახეთ, ესეც მნიშვნელოვანია, ესეც სამასწავლებლოა, რომ არც ვისიმე ოქრო ვერცხლი მინატრიაო და არც სამოსიო, თქვენ თვითონ იცითო, რომ აი ეს ხელებიო შეეწეოდნენ როგორც ჩემსო, ისე იმათ გასაჭირსო, ვინც იყვნენ ჩემთანო. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ, უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა, გაცემა უფრო დიდი ნეტარება, ვიდრე მიღება. თვით პავლე მოციქული, ქრისტეს მოციქული პავლე თავისი ხელით შრომობდა, რომ ის გამომუშავებული თანხა, რასაც იგი აიღებდა, მოეხმარა თავისთვისაც და იმათთვის, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდნენ და მეო ჩემი ამ მაგალითითო გიჩვენეთო, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთო უმწეოებსო, ვისაც შრომა არ შეუძლია, მათ თქვენივე შრომით უნდა დაეხმაროთო, ესე იგი, რომ თქვენვე უნდა იშრომოთო და იქიდან მიღებული ფულით თუ საჭმლითო მიეხმაროთო იმ უმწეოებსო, ვისაც შრომა არ შეუძლია. და მოიხმო უფლის სიტყვები, რომელმაც თქვა უფალმა იესომ, თქვა, რომ გაცემა უფრო დიდი ნეტარება, ვიდრე მიღებაო. საქმე იმაშია, რომ აი დღეს მაგალითად საპატრიარქოს ორგანიზაციის თვითონ ეს ორგანიზაციაც, რომ დღეს მით უმეტეს საპატრიარქოს ორგანიზაცია პავლე მოციქულს საერთოდ არ უჭერებს. აქედან გამომდინარე უფალ იესოს არ უჭერებს, ესე იგი თვითონ უფალს და ღმერთს იესოს არ უჭერებს და აი ამ არ დამჯერებლობაში დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს მთავრობისაგან მილიონებით დაფინანსებას ღებულობს, რაც პირდაპირ არის, თუნდაც აი ეს, რომ მილიონობით დაფინანსებას იღებს დღევანდელი საპატრიარქოს ორგანიზაცია, ესეც კი არის დარღვევა პავლე მოციქულის აი ამ მოწოდებისა, რომ აი პავლე მოციქული ამბობს, რომ მე ჩემი ხელებით შრომობდიო, რომ ნახეთ, თქვენ თვითონ იცით, რომ აი ეს ხელები შეეწეოდნენ, როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთანო. ესე იგი, პავლე მოციქული თავისი საკუთარი ხელით მუშაობდა და ბიბლიაში მოხსენებული არის ის, რომ პავლე მოციქული კარვებს აკეთებდა. ეს იყო მისი ხელსაქმე, რასაც იგი
აკეთებდა, ასე ვთქვათ, და იქიდან ჰქონდა მას შემოსავალი და თუ კი ასევე სხვა საქმეებსაც აკეთებდა, იგი აკეთებდა ამას საკუთარი ხელებით, თუმცა ამავე დროს იქ ბიბლიაში, აი აქ ბიბლიაში ნაჩვენები არის აი ისიც, რომ პავლე მოციქულს ზოგჯერ ეხმარებოდნენ და პავლე მოციქული ამასაც ღებულობდა, მაგრამ ძირითადად პავლე მოციქული თვითონ თავისი ხელით მუშაობდა. რაც შეეხება საპატრიარქოს ორგანიზაცია ზოგადად უფლის იესო ქრისტეს სწავლებას არ მიხვება და ამავე დროს აი ამ არ მიყოლაშიც კი მილიონობით ლარის დაფინანსებას ღებულობს საქართველოს საერთო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც ყოვლად გაუმართლებელია, რომ ესე იგი არასწორი სწავლების გავრცელებაში იღებს ეს ორგანიზაცია ფულს და რაც შეეხება პავლე მოციქულს, პავლე მოციქული სწორი სწავლების გავრცელებაშიც კი არ იღებდა ფულს აი ამ ეფესოელებისაგან. დააგვირით აი ამას. და რაოდენ დიდ შეცდომაში არის თვითონ საპატრიარქოს ორგანიზაცია, ორმაგად დიდ შეცდომაშია, რომ იგი ჯერ პირველი შეცდომა ის არის, რომ იგი უფლის სწავლებას არ მისდევს და არასწორ სწავლებებს ავრცელებს და მეორე შეცდომა არის ის, რომ ამ არასწორი სწავლებების გავრცელებაში იღებს მილიონობით ლარის დაფინანსებას.